ეხლა მე თქვენ გეპატიჟებით გლიცინიაში, რომელიც გააკეთეს ჩვენმა მეგობრებმა, ცოლ-ქმარმა, წარმოიდგინეთ, ეს ახალგაზრდა გოგო საუკეთესო მასწავლებლად უკვე აღიარეს, ხოლო ჩვენი მეგობარი არის გიორგი, ვისთანაც ჩამოვედით ბაღდადში სულ რომ არ ჩამოდიოდეთ, საერთოდ რომ არ გეგმავდეთ, ეხლა ჩვენ თქვენ გეგმებს შეგიცვლით, წამოდით. ეს ყველაფერი თავის ხელით გააკეთეს, წარმოიდგინე, მოდი, მაქს. ეს მოხატეს საკუთარი ხელით. აი ეს ყველაფერი ხარ ზოგი მეგობარმა ჩამოუტანა, ზოგი თვითონ იყიდეს, ეს ყველაფერი ესე დაკიდეს. ეს სივრცეა, აი ესეთი კაფეა, წარმოიდგინეთ ბაღდადში, სადაც აი მარტო კაფის გამო უნდა ჩამოხვიდეთ მაგს, წამოდი. ნახეთ, რა ცოცხალი სივრცეა. აი ამ ცოცხალ სივრცეში შემოდიხარ ძველი ნივთები. ეს პილოაზიდან, ყველა ნივთს აქვს თავისი ისტორია, ყველა ნივთს აქვს საკუთარი სახელი და გვარი. რაღაცნაირი ფერები, გემოვნებით გაკეთებული ისეთი რაღაც აი კოზი რო ქვია, ხო იცით, აი რაღაცნაირი მყუდრო სახლი. აქ ნუ შეხვალთო წერია, მაგრამ მე მაქვს უფლება შევიდე, იმიტომ რომ მას მძალამოძამს რა. შემოდით, ეს არის გიორგის სამუშაო ადგილი. მოდი, შეხედეთ მისი სამუშაო ადგილი. აქ ზის, ეს არის მისი კაბინეტი. ანუ ესეთი კაბინეტი რო გაქვს, არ ვიცი მე. არასოდეს ალბერასოდ ოქიმიალტი. ალბათ ვერასოდეს გუნდების გუნდი. ანუ ვერასოდეს ვერ არ გღლის შენი სამუშაო, ხო ხვდებით? ანუ ასეთ კაბინეტში სამუშაო არასოდეს არ გღლის. აქ ნახეთ, დრიმკეჩერებიც აქ. ოცნებებს და ფიქრებს იჭერს. ვაფენა ქაურობაზე, ჩემი სივრცედან რამდენი სპილოდებს, ეგ ცალკე ამბავია. წამოდი, მაშინ შევიდეთ ბიბლიოთეკაში. წარმოიდგინეთ აი ამ საოცარ კაფეში. აი ესე კაფეში ხო აქ დალერტ შეჭამთ, რასაც გინდათ იმას გააკეთებთ და თუ გნებავთ მე აქ შემოხვალთ. აი აქ დაჯდებით, თუ დაგღელით კაფის გარემო და რუზრუზი, აი აქ დაჯდებით, წიგნს აიღებთ, ეზიარებით. წამოგარეთ. მოდით და ზაფხულში და კარგამინჩი მოხვალთ აი აქ კაფეში დაჯდებით ნახეთ რა გემოვნებით გაკეთებულია ნახეთ როგორ სივრცეა შექმნილი აი ამიტომ აქვს მნიშვნელობა რომ ასეთი სივრცეები ქმნის ამოთხეს აი წარმოიდგინეთ ხა იმერეთში სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ ბაღდადში უნდა ჩამოხვიდეთ გლიცინიაში და გლიცინია ქვია იმიტომ რომ აი ამ ეზოში ხარობს ყვავილი გლიცინია და შესაბამისად ბევრიც არ უფიქრიათ იმაზე რა უნდა დაერქმიათ ამ კაფისთვის ბაღდადში. მიხარია. ანუ მართლა რა სიგიჟე, ანუ ხო არ აქვს მნიშვნელობა, აი რო ამბობენ, რომ რაღაცა ბიზნესისთვის აუცილებელია ირგვლივ რაღაცები განვითარებული იყოს. არა, შეიძლება შენ განავითარო ისეთი სივრცე, რომ შენ შექმნა ბიზნესისთვის მომგებიანი გარემო. ამის ნათელი მაგალითი ხართ თქვენ. და ამის მაგალითად ნათელი მაგალითი მინახავს იმდენ რაიონში, სადაც აი საკუთარი ხელით ქმნიან არარსებულს და ერთხელ გურიაში ვიყავით ისეთ სოფელში, ჩვენ ძლივს მივაგენით და შვეიცარიდან და იაპონიიდან ჩამოდიან ტურისტები და ვეუბნებოდი რა ის სიგიჟეა. ძირითადად ეგეთი აი შენი გადაცემის ყურება და ეგეთი რაღაცები გვაძლევს ზუსტად მაგის ძალას, რომ არსებობს იმ ადგილებში იპოვო ბედნიერება, სადაც ვიღაცას ვერ წარმოუდგენია და ეს ძალიან მაგარია რა. მაგრამ, ნუ პირველ რიგში მინდა ჩემი სტუმრები გაგაცნოთ, გიორგი არის ჩვენი კოლეგა, ფოტოგრაფი ამ შემთხვევაში, ნათი არის მისი მეუღლე. და მასწავლებელი და რაც ასიამაყით აღსანიშნავია, ნუ გიორგის უმუშავია ბომონჩი. ეს სიტყვა რაღაცნაირად, ხო, აი ყველასთან თუ იმეს იცნობ, თუ იმ ეკრანზე გინახავთ, არ გინახავთ, გიორგის ფოტოობიექტივში მოხვედრილა ყველა. და ნათია საამაყო მოქალაქეა, იმიტომ რომ რამდენი წლის იყავი საუკეთესო მასწავლებლად რო დაგასახელეს? 31. აი წარმოიდგინე 31 წლის ასაკში საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როგორც წესი, რაღაც აი 30, 31, 29, 35 ამ ასაკში მასწავლებლებად თითქოს ეზარება წასვლა რუტინულ სამსახურად მიიჩნევენ და აი როცა ეგეც საინტერესო გარემო შექმნი მანდაც აი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და მე ჩვენ მე უკვე ვისაუბრებ ჩვენს სამყარო აქ როგორ წამოიღე, მაგრამ მოდი თავიდან დავიწყოთ. რაღაცა ორივეს თქვენი საქმე ქონდათ, ორივეს, ანუ არ დაგჭიროებიათ აქ წამოსვლა. თავის სამკვიდრად. ოკეი. ხო, მოდი მე ვიტყვი და მე შენ ბევრი ისაუბრე დანარჩენზე. ამბობდით ერთმანეთს რას ვენებოდით, რომ აი ჩამოდი. ჩააგდე, ცუდად მოიქეცი. თორე არ გაჩერდება, ჩააგდე. როცა გადაცემას კატა გიშლის. აი ეს დიალოგები გახსოვთ, აი რაზე ლაპარაკობდით, რას ამბობდით? ეს არა მხოლოდ საღამოს 24 საათის განმავლობაში
გვიფიქრებოდა ამაზე, ანუ დღეღამის ნებისმიერ მომენტში შეიძლება არ კი, კი, აბა რა პირიქით. ვიფიქრა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეგვექმნა სივრცე, მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც ჩვენც მოგვიტანდა ბედნიერებას და სხვებსაც. ან ჩემთვის ბედნიერება არის ის, როცა შეგიძლია სხვასაც გაუზიარო. აუცილებლად. შეარინგის გარეშე ბედნიერი ვერ ხარ. შენ ბედნიერი და სხვა უბედური გამოიცა. ეს იყო ერთ-ერთი мотиваცია. შემდეგ როცა მოგზაურობდით, ფაქტობრივად ვოცნებობდით, რომ რა სასიხარულო იქნებოდა რომ ეს არსებობდეს ბაღდადშიც და თქვათ რაღაცებს რომ ნახულობდით. კი. კი, კრეტაზე დაგვემართა პირველ ხანიაში რომ ჩავედით, დედაჩემი მუშაობდა ერთ-ერთ პატარა ოჯახთან, ესე პატარა ზღვისპირა კაფის სამზარეულოში და იქ რო ვიყავით დასასვენებლად, მაშინ ახალი დაქორწინებული ვიყავ, ჩვილი წავყო და აი მაგოცნებამ რო წაგვიღო რომ ეს გარემო ბაღდადში შეგვიძლია გავაკეთოთ და ჩვენი კაფე გქონოდა და სადაც ჩვენ ვიქნებოდით მიტანის დამლაგებელიც, მზარეულიც, ანუ ყველაფერი იმიტომ რომ ეგ იმ მათმა უბრალოებამ, იმიტომ რომ თვითონ ისინი ფლობელების დედაჩემთან ერთად იდგნენ და რეცხავდნენ, აკეთებდნენ და ანუ აი მან გაიღვიძა ამ ბაღდათელობა. ხო, რაღაცებმა რომ აი ეს შეგვეძლო ჩვენს გაგვიკეთებია და ხო დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო ამაზე ფიქრი და სურვილი და ხო მოვედით მე აქ. რა ვერ მიიღეთ თბილისში ისეთი ემოციურ კავშირს გულისხმობ, რამაც აი ეს ნოსტალგია უფრო აქტუალური გახადა? ვერ ვიტყოდი რომ ვერ მივიღეთ. თბილისი იმდენად მიყვარს, რომ აი ჩემთვის ბევრი რამის შთამაგონებელია. თუმცა, როცა ან არდადეგებზე, ან დღესასწაულებზე ჩამოვიდოდით ბაღდადში, მეგობრები, კლასელები, ერთად ვიკრიბებოდით ნათესავებით, თუმცა აი გვინდოდა ისეთი სივრცე, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი არ იქნებოდა მასპინძელი, თან დავისვენებდით, ერთმანეთს მოვეფერებოდით, გავუზიარებდით ემოციებს და ასე შემდეგ და ამან შთამაგონა. ნახე, ეს ყველაფერი გინდოდათ ბაღდადში და არა თბილისში. და ეს არის თქვენი ბავშვობა, იმიტომ რომ აქ გაიზარდეთ. ანუ ფესობთან დაბრუნება. ეგ არის, ანუ არასდროს მე ხო თბილისში ცხოვრობ, ახლაც რაღაცებს ვერ ვწყდები ბოლომდე საქმიანობ იქ რაღაცებს, მაგრამ ანუ ჩამოსვლის დღიდან არ მიგრძნია თავი მასპინძლად, სუსტუმრად გძნობდი თავს. ანუ თბილისი ჩემთვის იყო ქალაქი და არის ქალაქი, რომელმაც მიმიღო, მომცა ძალიან ბევრი რამე, გამოცდილება, სიყვარული. აი თუნდაც ის, რომ მე შენთან გატარებული ის 4 წელი საუკეთესოა ჩემთვის და უზარმაზარი გამოცდილება იმ სამუშაო სივრცეში და ანუ სულ ვიცოდი, რომ სახლი ჩემი აქ იყო. ბაღდადშია. ხო მეც მაგ ეგ წყალტუბოს მერთან, იმიტომ ისე რომ ჩავდივარ სახლში ვარ. ქუჩებში ვიარო სახლში ვარ. ჩემთვის ავტორიტეტი ადამიანების მსგავსმა ტექსტებმა ჩემზე განაპირობა და შენთან როცა მუშაობდი შენ ხშირად ამბობდი რომ შენ აუცილებლად დაბრუნდებოდი წყალტუბოში და შენ და აი ბევრი რაღაცები დაგროვდა ადამიანები რომლებსაც აფასებ მე მათი აზრი შენთვის არ მნიშვნელოვანია და რაღაცა ერთნაირად ფიქრობ. ეს იყო თქვენი სახლი? ჩემი სახლი. შენი სახლი. ხო, ანუ აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, ნათია ცხოვრობს ცოტა ზემოთ. მეზობლის კალიას რომ ეს უკვე დავიმახსოვრე. ეს არაშენა ბებიაჩემა და ბაბუაჩემი. ვიზუალი თლიანად შეხვენ. და ეს როგორი იყო, რომ აი სახლი და არც კი იცოდით, ალბათ რა საკეთებდით, ხო, ნელ-ნელა მიხვდით? ხო, ანუ ვიცოდით, რომ ეგრე ვიწყებდით და მე არ მიყვარს, ანუ პროექტსაც როცა ვწერ, სულ ამას ვეხოცები, შენ დამიწერე, იმიტომ რომ ეს არის ძალიან გეგმაზომიერი, წინასწარი, აი ხო, მე კიდე ანუ რო დავიწყებ შენ ფოტოგრაფი ხარ ხო ლურჯად გონდა სკამის შეღება გადაწყვეტილი რომ თხოვა მე წითელი მოყავს გაიღო წითელი ხო და ანუ ჩემთვის არ აქვს მშობ დავანგრიე რომ მენახა რა იყო შავ კარკასამდე დავიყვანე და მე მივყავი ეტაპობრივად სულ ყველაფერი თქვენი ხელით ყველაფერი ჩვენი ხელით და რა თქმა უნდა რაღაცა აწარმოეს საქართველოს დაგეხმარათ როგორ აწარმოეს საქართველოში დაგვეხმარა გამოყოფილი ბიუჯეტი მხოლოდ ჩავდე რომ მინდოდა მაღალი დონის სამზარეულო ამიტომ სამზარეულოში ვარ მშვიდად მაგ უჟანგავილი თონის ყველაფერი გამწოვები მაცი რომ და ეს რაც ჩემს ხელებს შეეძლო და რაც შესაძლებელი იყო რომ მე გამეკეთებია ამაში რატომ ვთხოვდი ფულს და ამიტომ ამაში ჩავდე მთელი ჩვენი რესურსი და ანუ ნათია ხატავდით ხელით ღებავდით ხელით ღებავდით კი და ეს არის ძალიან ტკბობის პროცესი ჩემთვის როცა შეიძლება არაფრისგან ახალი შექმნა ან ძველი გაახლო და ახალი სიცოცხლე დაწყებინო
და სტუმრებიც რომ მოდიან, ამას აღნიშნავენ, ეს იგრძნობა და ძალიან მოსწონთ ეს. შედეგით შესაბამისად არის. ეს ნივთები, რომელიც მე უკვე შეგვიძლია ვიღაცები ჩუქნიდნენ, მეგობრები? ბევრი რაღაცები ნაჩუქარი, მაგრამ ძირითადად ჩემი დაგროვებულია. და ყველა მოგზაურობიდან ჩემი ჩემოდანი იყო სიზმრის შემნახველებით, სავსე და სპილვებით, ამისი 60 და სულ იყო სადმი გაქვს. აი სადმი მაქვს. თურმე სადმი ქონდა. ჩვენი ცხოვრების სტილიც ასეთი იყო. ბევრი ნივთი არის, ან ჩვენს ისტორიას თითოეული. ანუ ყოველს თავის სახელი აქვს, ყოველს თავის ამბავი ასე აქვს. ცხოვრობდით, ასე ცხოვრობდით ზემოთ და უბრალოდ ზემოთ ცარიელია და ჩამოვიდა კაფეში. პირველად ბაბუაც მოვიდა. გამარჯობათ. გამარჯობა. გნახავთ აუცილებლად, უკაცრავად ვერ მოგესალმეთ. როგორ ხართ? ეს შვილიშვილს ამაყობთ შვილიშვილის გადაწყვეტილებით. ბაბუა, მაგრამ ჩემი ბაბუა არის. დედა შენცა. მადლობა დიდ. კაი, მე აქეთ ჩავდებ რა. მადლობა. დროებით. კარგად. მადლობა და დროებით. აი გახსოვთ ამ პროცესში რას ლაპარაკობდით, სად გაიჭედეთ, სად რაღაცა ვერ გააკეთეთ, სად ცოტა დაიღალეთ თუ არ არის? არა. ჩემ თავს ვთხარ ეგ. რომ გიორგი მაქსიმუმს გაძლევ 45 წლამდე. შენ ახლა 45 წლამდე არ უნდა დაიღალო, მაქსიმუმი უნდა გააკეთო და მე გაქვს უფლება დაისვენო. ამიტომ ხო, აი წინ მაქვს კიდე 8 წელი დარჩენილი. ჩემს შემთხვევაში ან აბსოლუტურად განსხვავებული ენერგეტიკაც კი, მოდი ეს იგრძნობა, აი. გეაწევს რომ აწევს დაწევ. ან როგორც გიორგი აღნიშნა, მე ძალიან მიყვარს დაგეგმვა, მოფიქრება, თუმცა ჩემი ეს ხასიათი და გიორგის სპონტანურობა ერთმანეთს აბალანსებს და საბოლოოდ თქვა გიორგი უფრო მეტად რისკავს, მე უფრო მეტ ვფიქრობ და საბოლოოდ გადავჭრი, მაგრამ ეს სინთეზი იძლევა სწორედ ამ შედეგს. სწორ შედეგს. ისეთ რამე თქვით, პირველ ღამეს რომ დაიძინეთ და დარჩით. საღამო იყო რომ ერთმანეთს უყურებდით და ჩვენეს შევძელით, ჩვენეს გავაკეთეთ. ანუ ხო, სულ ვამხნევებთ ერთმანეთს ბევრ რამეში და მე მარტო არ შემიძლია, იმიტომ რომ ამის ეს სტაბილური რომელიც მაიმედებს, აი ჩემთვის არის ზურგი. მე თუ ვრისკავ ვიცი რომ აზღვარს. ბაღიდან გიყვარს თუ სკოლიდან? პირველი კლასიდან. და როდის უთხარი? ამას არ უყვარდით რამდენი მაცვალა და ტანჯა მესამე კურსამდე ხმა არ მოიღო. და მე შენ თუ არაფერი უთხარი? როგორ არ უთხარი, სულ ვეუბნებოდი, და მაგრამ გარეჯექტებ და შენ მოგიყავდი. მე დავამატებდი დაღლის და სირთულეების გარეშე ეს შედეგი წარმოუდგენელია. ამ ბოლოს განსაკუთრებით მიჩნდება სურვილი რომ მაგ მხარეზეც ვისაუბრო, იმიტომ რომ შორიდან ჩანს ხოლმე წარმატების ფორმულა ძალიან ლამაზად. ია, თითქოს ამის უკან არ არის იმის უკან რისკებიდან რა თქმა უნდა. მაგალითად აქტიური სამუშაო დღეა და აი ვაკვირდები ხოლმე, როცა მივალაგებთ, ჭურჭელს გავრეცხავთ, მოვაწესრიგებთ და შრომატევადი ხომ არის და ბოლოს რომ შუქს ჩავაქრობთ და ვიძინებთ. აი მართლა დაღლილი მე ეგმანიჭებს ბედნიერებას და იყო ეტაპი ჩემს ცხოვრებაში, მეგონა რომ რაღაც როლი რთული შესასრულებელი იყო, მაგრამ როცა დამფუძნებელიც ხარ, დამლაგებელიც ხარ, მიმტანიც ხარ და გიორგი ამბობდა ახლა რომ ასეთი არა ხა მოდი შევთანხმდეთ, შენ ხარ დამფუძნებელი დირექტორი, მე ვარ აქ არა შავი მონა. არა რატომ? მომწონს ეს პოზიცია ჩახნათია. მომწონს. მე ძალიან მომწონს და მაგის რა. და ქალი უნდა იყოს დირექტორი და კაცი დირექტორი ხო დავაქცია გაურობა, სააწყობს მე გავეჭრები ველად. ბაღდადში ეს ვიცი არის არსებობს. შესაბამისად ალბათ აქ შოქში არიან ახალგაზრდები? კი, ძალიან მოწონთ და ჩემი დიდი სურვილია რომ მალე იარსებოს მსგავსმა სივრცეებმა, რომ ნელ-ნელა შეიქმნას. ისეთი ხმაური იყოს, რომ არ დაიძინოთ ღამე. აი დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ქუჩა იქედან ბაზრის თავამდე, ბაზრის თავი გვერდიდან, აი ცოტა შარდენს გავდეს და სულ კაფეები იყოს, აი სულ ტროტუარებს და სულ ამბები, აი ძალიან მინდა. ესეთი ადგილები მუშაობს იქ, სადაც არის კონცეფცია ტურიზმის. ანუ ის რომ ფოტოსკოლა უნდა გააკეთო ხა, აქ არის ძალიან მაგარი. მე როგორც მე მიაჩნია რომ ზრდის ძალიან ბევრ რაღაცებს გადმოსახეთ თვალსაწიერს ან მინდა რომ აქაური ახალგაზრდებს მივცე, არ მინდა რომ ეს იყოს ფასიანი. მინდა რომ მათ სწავლა უფასოდ შეძლონ. წრიპა ჩამოდი ძირს, ნუ შეაწუხე ალექსი. ჩამოაგდი ალექს, მაგას თუ არ მოკეცი ტუტ სურათ. ხო, ძალიან მოძალადე კატა. და ეს რა ქვია, მინდა რომ მიეცეთ საშუალება, იმიტომ რომ მგონია რომ სხვანაირად აღიქვა, მე სხვანაირად დაინახავენ და ანუ ბევრ რამეში დაეხმარება. 10 რომ მოვიდეს დაკიდან ერთი მაინც უბრალოდ ჰობის დონეზე გაყოს, ვფიქრობ რომ საქმე შესრულებული. მისია შესრულებული იქნება. აქ ხარ ხა მასწავლებელი?
ასწავლის სკოლაში. მე და გიორგი რომელ სკოლაში ვსწავლობდით. იქ ასწავლი, ხეხა მასწავლებელი რა არის ცხოვრება, ხო? და შენი რაღაც საოცარი ბიბლიოთეკა რომელიც ქონდა გააკეთა ეს კუთხე და ეს არის უფასო სივრცე ბავშვებისთვის. ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია მობრძანდეს, სასურველი წიგნი შეარჩიოს, წაიკითხოს, გაეცნოს და ისე გაატაროს დრო, რომ სიამოვნება მიიღოს. ეს ბიბლიოთეკა არის ჩემი პირადი აი სტუდენტობიდან რომ ვაგროვებდი და თითოეული მიყვარს თითოეულ წიგნს თავისი ისტორია აქვს და როდესაც მოდიან, მაინც ახალგაზრდები როცა მოდიან და აქ დროს ატარებენ, ჩემთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა და საპასუხისმგებლოც. თუმცა ახლა ძალიან მალე გამოვაქვეყნე კიდეც ეს ინფორმაცია, გლიცინიას მკითხველთა კლუბი მინდა დავაფუძნო და ამ კლუბში მოვიწვევ ზრდასრულებს და კლუბში გაწევრიანების ერთ-ერთი წინაპირობა იქნება ის, რომ მსურველი, რომელიც მოისურვებს და მკითხველთა კლუბის წევრი გახდება, ერთი თვის განმავლობაში მან უნდა წაიკითხოს ერთი წიგნი და ასევე იპოვოს თანამოაზრე, რომელსაც წააკითხებს ამ წიგნს და შემდეგ თვის ბოლოს შევიკრიბებით და ერთმანეთს გაუზიარებთ შთაბეჭდილებებს. რითი ჯობია ბაღდათი თბილისი. პირდაპირ გეტყვი, აი ხამ წუთას ერთი ის გამიშა რომ გლიცინიაში ჩიტები რო ჭიკჭიკებენ და ბუდობენ ეს სხვა ხმა, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი მოთხოვნილება ალბათ ის არის, რომ ანუ აი აქ შეგიძლია შეაღონებისმიერი ვინმეს კარიან შემოგიღოს და ანუ აი ეს თავისუფალი ლაღი ურთიერთობები იქ არ გვაქვს და ანუ ბოლოს უკვე როგორ ცხოვრობდით, იცი, ჩემთვის უკვე რობოტული იყო. დილით ესენი ადრე დგებოდნენ, მე დაძინებულს მტოვებდნენ, მიდიოდნენ სკოლაში, მე გავდიოდი სამსახურში, მე მოვდიოდი და ესენი უკვე დაძინებულს ხედავდი და ანუ შევიშალე რომ შვილებთან ანუ ცხოვრობ, ხო, მაგრამ ისე გადის ბოლო წლები რომ ანუ დაძინებულს ხედავ ყველას და ყველაფერს და ანუ აი აქ არა, აქ ბევრი რამე გვაქვს. ფეხით დადიან სკოლაში, თამაშობენ ცხოველებთან ურთიერთობა, მეზობელი იციან, წინ გადარბიან, დებოსთან გარბიან. ანუ აქ ნათიას მე არავინ არ მყავს, მთელი ჩემი ოჯახი ემიგრაციაში ცხოვრობს. ნათიას ბევრი ყავს, დედის მხარეს ბებია, დეიდები, აქეთ მამის მხარეს მამიდა და ესენი აი ესე წინ და უკან დადიან. ანუ ეგ თავისუფლება იქ არ არის, ესე ვერ გაუშვებ. არა, ეს ამას თავისუფლება რა ქვია, ამას ურთიერთობა. ხო, აი ეგ და ამის garaში ანუ გამორიცხულია, რა შეგვიძლია. მე ზოგადად მიყვარს ეგეთი ურთიერთობები რა და შევიბოჭე იქ უკვე ბოლოს რა. ეს გამარჯობაც მთელი კულტურა. შეიძლება საერთოდ არ იცნობდი ადამიანს, მოგესალმება, მოგიკითხავს, ბედნიერ დღეს გისურვებს და ეს ისეთი ძალით გავსებს, რომ მე მთელი ცხოვრება კი თქვენც გექნებათ ეგ გამოცდილება და აუცილებლად დაუბრუნდები ყოველდღე. სხვათა შორის ერთ საინტერესო რამეს ვიტყვი, აქ რომ დავიწყე მასწავლებლობა, მიყვარს დაკვირვება მაგალითად, რომელ სიტყვას ამბობენ ხშირად ბავშვები, ან რომელი არის მოგძანდით, მოდით, ღიაა კაფე, მოდით. გამარჯობა. გამარჯობათ. ფრაზა, რომელსაც ხშირად ამბობენ და ასე შემდეგ და ჩემმა მოსწავლეებმა ფურცლებზე უნდა დაეწერათ და შეკითხვა იყო ასეთი სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობთ და ეს იყო გამარჯობა. აი რა. და ან იმერეც აქვს ეს განსაკუთრებული აი აქეთ ანუ წინთ მე იმათ ხო ქართველებს ყველას თუმცა ხო ნუ ჩვენ იმერეთი ვართ და იყო ჩემ შემთხვევაში პროფესიული ჩიხი რომ ანუ რა მინდა რომ ვაკეთო მე მარტო შემოსავლად იქცა ხო ხო რა მინდა რომ ვაკეთო და ანუ მე ვაქცია ესე რომ მოდი Facebook იყოს კომერცია ანუ Facebook გვერდი და მან შემილი რაღაცა და მოდი Instagram-ი არ შეეხო და იყოს ის რაც შენ გინდა და Instagram-ზე მხოლოდ ამ ქალაქის ფოტოები მიდოს დანარჩენი აბსოლუტურად ყველაფერი დავაარქივე და დავდივარ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები აქ ამ ქალაქს არის ქვევრიში ყველის დავარგების კულტურა აქ მაღალმთიან სოფლები ბევრი საინტერესო დეტალებია და ესე დავდივარ ვიღებ და ვდებ Instagram-ზე რომ მივხვდი რომ უანგაროდ აი ამას შემიძლია ვემსახურო თელი სიამოვნებით და ხო აი ამას ვეძებდი რომ რა შემიძლია ვაკეთო ისე რომ სანაცვლოს არ მოვითხოვო შენ წარმოგიდგენია რეგიონები და რამდენი ადამიანი წასული რომლებიც თავის მიკროსამყაროში წარმატების ფორმულა შექმნეს და ჩვენ არც კი ვიცით ვიღაცა წარმატებული ექიმია წარმატებული მასწავლებელი ანუ ნებისმიერ პროფესიაში ვიღაცა შეფი საოცარ სამზარეულო აქ რა და წარმოვიდგინეთ ყველანი და დავბრუნდეთ რეგიონებში ანუ აი მაშინ ხო და ვაშენებულ წელს კი აი ზუსტად ხო წარმოგიდგენეთ ხო მე რო წყალტუბოში დავბრუნდეთ ტვინს როგორ წაგჭამთ ანუ ოჯახი და თბილისში
რაღაც რეისი მექნება პირდაპირ წყალზე. მართლაი დააგღლით ჩემი წყალი. ძალიან მაგარი. ფანტასტიკური წარწერა გაქვთ მიყვარხარ. ხო, ეს გვაჩუქეს მეგობრებო გუგაკატაშვილის ნამუშევარი და ჩვენ ძალიან გვიყვარს და ძალიან მნიშვნელოვანი წარწერა, ყველაზე მაგიური სიყვარულია. სიყვარულმა დაგაბრუნათ ბაღდადში, სიყვარულმა შეგაქმნევინათ აქაურობა, სიყვარული გაქმნევინათ ყოველდღეს და სიყვარული მთავარი ენერგია ხახნა. კი, ნამდვილად. მიყვარხართ და მადლობა. ძალიან მიყვარხარ, მადლობა რომ ჩამოხვედი, მადლობა რომ ბევრი ინტერვიუ მქონია, ეგეთი კომფორტული ჯერ არ მქონია, არ მიწყენენ სხვები, მაგრამ აი სხვანაირ თავისუფლად გძნობ შენთან თავს. მიხარია ყოველთვის შენი ამბები, რომ დადიხარ კი პირდაპირ გეუბნები თქვენი მშურს სასწაულად ისე მინდა რომ იმ მოცემულ მომენტში თქვენთან ენერგიაში იღებდე ხო იმიტომ რომ მე ვიცი აი ყველაზე მეტად მიყვარს ტელევიზიაში მუშაობა შემოქმედება და ნანუ კასტრეში ყოველთვის არის დიდი შემოქმედება და შენთან გატარებული წლებისთვისაც მადლობა და მადლობა რომ გვესტუმრე ჩამოხვედი სიამოვნებით გამოვარდი სახელდაგვარ რომ ვინ არის ბაღდადში კი არ წამოვედი გამოვარდი და არ დაიშურე ეს სიყვარული ენერგიები ჩვენთვის მადლობა მე იმერეთში როცა წამოვა მეცოდინება სად უნდა გამოვიარო კაფეში მიხარია ჩვენ დავდივართ რეგიონებში ყოველთ ქალებს, როცა ქალებს და ფიზიკურად ზუსტად ისე შრომობენ როგორც კაცები. უფრო მეტ შრომობენ ეს ქალბატონები. აი ქალბატონები, რომელიც მაგათად მუშაობენ სკოლაში, დილას მიდიან, 3 საათზე ბრუნდებიან სახლში, 3 საათის საათზე რო ბრუნდებიან, უკვე იწყებენ სოფლის მეურნეობის საქმეებში ყველაფრის გაკეთებას. ძროხა, ბოსტანი, გადი, გამოდი, მაღაზიაში უნდა გამოიაროს, საჭმელი წამოიღოს, მერე ოჯახი დააპყროს. შერი სიკეთება გიწევს აქ. დავიწყო დილიდან. დავიწყოთ. დილიდან ვიწყებთ ფიქრს სტუმრების აუზმე, მერე უნდა გავიქცე ლექცია მექნება, ან ტრენინგი მექნება, ან რამე შეხვედრა აუცილებლად დღის პირველ ნახევარში, მერე იქიდან გამოვდივარ ბაზარში. ბაზარში უნდა დავიტვირთო ამ ყველაფრით. მერე უნდა გამოვიქცე სახლში და ზარები არის რომ ვიღაცა შემოდის და მასტერკლასი უნდა გაუკეთო და შენ უნდა ხოსტი გაუკეთე და ლაიკო მორბის გიჟივით და სამსოკლია 5 წუთი აი 3-ზე უნდა ვიყო 3-ზე სახლში ვარ უკვე და ესე შემოვყრი რაღაცებს უცებ წისაფარს გადავეცვა და აი ესე მონიტორულად უკვე ვიწყებ ამის მოყოლას რომ რატო ეს იმერულიო და რატო შეიქმნეს ყველაფერი და ანუ სადღაც 1-2 საათში თავდება ხო ესა მერე უკვე იწყება მეორე სერია ანუ მე ვახშაბზე ვაჯეთ ამ ხალხს და ვახშაბზე ეს ხალხი ვინ არის ეს სტუმრები ვინ ტურისტები არიან აი რა ტიპის ტურისტები აი რა ჟანრის ჩვენთან მოდიან სტუმრები ტურისტები რომლებიც აინტერესებთ ნამდვილი ქართული იმერული ხა აინტერესებთ როგორ ცხოვრობენ ჩვენი ქართველები ნამდვილად ანუ ტიპაჟურად ვინ არიან ისინი აინტერესებთ რა გარემო გვაქვს ჩვენ და რატომ მოდის ჩვენთან ბევრი სტუმარი. პირველ რიგში ყველა მეკითხება რომ კარგი ისენი გაქვთ და ძალიანო Google-ზეო, კარგი რეკომენდაციები გაქვთ და რაღაც ინტერესი მოდის ადამიანების რომ მართლა არის ეს თუ ვიღაცამ ისე დაწერა. მაგრამ მართლა არის. ნუ რა ვიცი ალბათ მართლა არის, იმიტომ რომ მე იგივე ემოციით ბრუნდებიან და გვეუბნებიან რომ აუ კი აი რასაც მოველოდით კიდე იმაზე მეტია. არაფერს არ ვაკეთებ განსაკუთრებით, მთელი გულით ვაკეთებ ამ ყველაფერს რა. მიყვარს ჩემი საქმე, მიყვარს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე ჩემაქმარმა შევქმნა. ანუ ტურიზმის ასეთი ტიპის სახეობაა. კი, აგროგასტროტურიზმი არის ჩვენი მიმართულება, აგრო და გასტროტურიზმი. და მე ესე იგი რაც მოგზაურობ საქართველოში, მივხვდი რომ ტურიზმს როდესაც აქვს კონცეფცია და შინაარსი, მაშინაა წარმატებული. რა თქმა უნდა, ნანუკა, იცი როგორი თემაა, ჩვენ რო ეს დავიწყეთ.
აგროტურიზმის თემა სიტყვა 2000 რომელ წელს? 8-ში. 2000. ეხლა რო ვკითხავდი research შოქში ჩავარდი, იმიტომ 2008-ში საერთოდ ვინ იცოდა ეს? სიტყვა არ ვიცოდი, ოღონდ მართლა არ ვიცოდი აგროტურიზმი, რომ მითხრა ამ გოგომ, აი ეს პოლონელი ჩვენი. კი, მაგას მოგაყოლებ, საიდან და დაიწყე? მითხრა აგროტურიზმიო. აი, კარგად დავფიქრდი, თან როგორ თემა იყო, იცი რა, განათლებული ადამიანი ხარ, რაღაცა და ამასთან არ მინდა ამ პოლონელთან რომ ისე გაისაუქნა, რომ აგროტურიზმი არ ვიცი რა არის და მამაჩემი იყო ძალიან განათლებული წიგნიერი ადამიანი და მამაჩემს უჩვენებს ხარ აგროტურიზმი არის, ხა პოლონელი ქართულად ხო ვერ გაიგებდა და მაგი ვერ არის პოლონელზე მით რა აგროტურიზმი კაცო იმენაც ვერ გამცა ისპანს ხითა მაგრამ გადამიტანა იმერულად და მოდი მაგ პოლონელი გოგოს ამბავი მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს საიდან მოუყვეთ ეს ამ და იდეა საიდან როგორ თემა იყო იცით გელაჩი რომ დავიწყე ცხოვრება ბევრი უნდა სიარული ჭირდებოდა რა და დავდივდი ძალიან ბევრს და მონასტერში დავდივდი თითქმის ყოველ დღე და ფეხით და ავსულიყავი ჩავდი საღამოს მწუხს ვესწრებოდი რა ყოველთვის და რომ გამოვედი მწუხრის ლოცვიდან საღამო იყო გოგო უცხოელი ეძებდა ჰოტელ. მეთქი რა ხდება მეთქი და მატარებელმა გამასწრო ტყიბულშიო. ხო და სახში ჰოტელს ვეძებდა და გაგვეცინა სულ ყველას ეხა ჰოტელი და გელათი ეხა მაშინ რაღაც ისეთ თემაში იყო და მე ვთხარი არა ჰოტელი კაცი წავედ ჩემთან მეთქი ანუ არ არის პრობლემა ჩვენთან წავიდეთ. წამოვედით იმ ტაძრიდან ესე საუბარით და მეუბნებოდა ახლა ესო სოფლებში სახლებს ვეძებო რომელიც აგროტურიზმისთვისო გამოდგებაო და ამასო ფული კი არ ჭირდებაო ამ ბიზნესო კაცო ფული არ უდაო ამასო პირდაპირ ესე ხასიათიო შენიო ეს ავთენტურობაო მეთქი ეს ცოტა ჩარტყმულია ეხლა აბას და რაღაც ეს 2008-ში 2008-ში მომედი სახში მომიყვანეს და ჩემა შეხედეს და უცხოელი და სადიპოვე ესე დარჩა ჩემთან გათენდა დილა და აი ეს თემა როა ხო იცი აქანა უნდა დავდგა სტენკაო გადახედა ესე აივნიდან და აქ იქნება კაი აგროტურიზმიო ეს არისო მაგისთვისო აი ტაძარიო აგერეს სახლიო მშვენივრად მოწყობილი ამას კერაფერი არ უნდა შეალამაზე შემოალამაზე და ესო მიიღე ტურისტებიო და აი ხა ფინანსურად თუ მოგიძიებო ფინანსურად იყო 3000 ლარიანი გრანტი არც გრანტის მჯეროდა არც იმის მჯეროდა არც ამ პოლონელის მაგრამ იდეა მოგეწონა იდეა მომეწონა და იმდენად ჩემ ზურგს უკან იყო ბევრი პრობლემა რომ ეს მახალისებდა იცი რომ რაღაც არსებობდა რაღაცა გაჩნდა ჩემ ცხოვრებაში რომელსაც ვარდისფერი სათვალით შევხედე და რატომაც არ ეხა ვინ მიშლი და მოგეთ დავმეგობრდით რა 3-4 დღეში თავის ნივით მომადგა ორი მოიყვანა კიდე თავისნაირი მოგეთ დარჩენ იმ ღამით კიდე ჩეხი იყო ერთი ბიჭი და ერთი პოლონელი გოგო ეს იქნებოდა სამომავლოდ რაღაცა თუ არ იქნებოდა აგროტურიზმი იქნებოდა ეს თუ უბრალოდ ნაცნობობა იქნებოდა მაშინ გადარჩენისთვის გჭირდებოდა გჭირდებოდა ეს ძალიან აი რატო გჭირდებოდა ხა ეგ რომ ძალიან დიდი პრობლემები და გისვეს ძიმედია მოულოდნელად საერთოდაც რო არავინ ამას არ ველოდებოდა უბრალოდ ძალიან მოვიკელი წონაში და აი რაღაც დამეწყო კიდურის ტკივილი ნუ რაღაცა ხო იცით ახლა 2006 წელს მედიცინა ძალიან დაბალი საფეხურზე იყო არ იყო ესე ახლა აი ესე კომპიუტერი ერთი არსებობდა ქუთაისში მარტო რო გადავიღეთ ამ ქუთაისში ეს კომპიუტერი რატო იყო ეს ფეხის ტკივილი ერთმა ძალიან ჭკვიანმა ექიმმა დაადგინა რომ ქონდა ნერვის ანთება და დამინიშნა უძლიერესი ანტიბიოტიკი. სინამდვილეში დიაგნოზი იყო? სინამდვილეში ჩემი იყო მაგ პერიოდში ანემია, რომელიც ანემიური მოვლენები იყო, მაგრამ ამ ანტიბიოტიკმა და არესწორმა მკურნალობამ უკვე ლეიკემიაში გადაზარდა ძალიან მალე. და როცა უკვე ეს დიაგნოზი დამისვეს ლეიკემიის დიაგნოზი ის იყო იმხელა შოკი რომ ვერაფრით ვერ წარმოვიდგინე ვერც მე და ვერც ჩემს ირგვლივ ადამიანები ეხა ხო ხვდებით როგორი ხასიათის ვარ ანუ არ შემიძლია ესე რაღაცა უბრალოდ აი მე ტირილი და მოთმანო ვერავინ ვერ გაიგო მართლა მჭირდა თუ არა რაიმე ანუ იმიტომ რომ ვცდილობდი რომ ეს ამეტანა რა მაგრამ აი უკვე ეს ქიმიებზე რომ შემაჯინეს მე რაღაცა სხივები ქიმიე ფაქტიურად კუსტბაზე ონკოლოგიურში ვცხოვრობდი რა ანუ მე უკვე ქუთაისში გადმოვედი აქ ქიმიები ანუ მაშინ ეს პოლონელი იყო შენი გადამრჩენელი მაშინაც კი არა მე გავაგზავნე პანდემიის დროსაც მაგარი გადაგვაჩინა აქ ტურისტი რომ მოდის ნანუკად მე ისინი არა ყველა ჩვენ მეგობრები აქედან წასულ ტურისტი აღარავინ აღარ არის ჩვენს ვაკაცები მეგობრები ნათლულები ორი ოჯახი მართლმადიდებელი გახდა ჩვენი სიყვარულით და მოინათლენ ბიჭები ყავს ლიტველები რომლებიც ჩამოვლენ
მოდი ეს ჩემოდნები და პურები და ანუ და იქიდან გვეუბნები რა წამოგიღოთ. აი ჩვენ სხვა ემოციით ვხვდებით აქ ადამიანებს და გოგოები უმუშევრები ყავს ეხაო და დაახევა ძალიან ვიღაცა მე თუ იცის იმას აკეთებსო მასტერ კლასებს ონლაინ ქვეყნის ის აყავსო დამსწრეო და მაინც აკეთებდო თქვენ მან საჭმელებსო ხო აკეთებდო და გააკეთებდო კაცო ჯგუფსო მე გაგიკეთებ ფორს გაუმარჯოს პოლონეთს და აწერა გააშაშალა პოსტი რომ აიქო ესე რომ ჩახვალთო სასწაულ სახლში მიხვალთო ისა ეხა უჭირთ ენგესა და თქვენთვისა თუ აიქე 5 ევრო რამეც გინდათ ჩაურიცხეთო და გასწავლეთ ხაჭაპურს ლობიოს ფხალს რაც ყველაზე ძალიან ანუ პოლონელებს კი არა მარტო ევროპელებისთვის ჩვენი ფხალი არის დელიკატესი ანუ გიждებიან ამაზე და ყველა მეუბნებოდა ფხალი იყო ყველა ძალიან მოთხოვნად ასე იგი პანდემიაშიც გაგაძვრინათ პოლონელმა მეგობრებმა ხო თავი აი გეუბნები ჩვენ არა ვართ მეგობრები უკვე ჩვენ ვართ ოჯახის წევრები იცის რა გავიარე და არ მომცა არასდროს დაცემის უფლება იმ პერიოდში რა მაგარია მაიას უსმენ და ვერ უსმენ სუნი შემოდის ისეთი სამზარეულოდან ხახნო გული მიმდის აი თქვენთვის ამაკიდან გული მიმდის აიკო ჯამშრობით როგორ ხარ? იცით რა არის? გამძლეობით ვარ ახლა კარგად, იმიტომ რომ ჩვენ მე და ჩემი პრობლემა, ეს ავადმყოფობის პრობლემა გავიზარდეთ ერთად. უკვე თვითონ მეუბნება ეს ჩემი პრობლემა, რომ ახლა შენ რაღაცა გეწყება და მანიშნებს. დღემდე წამლების ქვეშა ვარ, თავის ავაცხადია და ამას ამდენად ვიცოცხლებ, ალბათ სულ ესე ვიქნები, მაგრამ ვარ ძალიან კარგად. ხასიათით ვარ კარგად და არ ვშინდები ეგეთ რაღაცებს. ეხლა ცოტა ხნის რაღაც პატარა ოპერაცია დამჭირდა და ისე წავედი და გავიკეთე კაცშიც არ გავუგე სახში არ ვთქვი. და სახში მოსულმა ეს ხალხი დამხვდა. ფოლკლორიც ხოდა. ერთი ამიცა ვეიტაპიც. ჯერა, აი რამდენს ნიშნავს განწყობის თეორია ხედა რა ბრძენი ნანუკამ და ამაზე რომ დავფიქრდე რა გავიარე შეიძლება ჭკუიდან გადავიდე კაცო ადამიანი ვარ ჩვეულებრივი მართლა რომ ვფიქრობ ანუ მითენდებოდა დღე რომ ვიცოდი რომ წამლები მჭირდებოდა უამრავი და გავყიდე თბილისში სახლი გავყიდეთ მანქანები გავყიდეთ ყველაფერი რაც მქონდა ღირებული ფასეული და ერთი დღეც აღმოჩნდა რომ არაფერი აღარა მაქვს ანუ და პლუს ჯანმრთელობის ესეთი დიდი პრობლემა გაქვს. წითელი ხილი ეჭმებაო მაიასო, ანუ წითელი ხილია მაიასთვის გაიგებ მთელი მეზობლის ბავშვები აქ გელაჩი და თუ სადმე წითელი რამეს ისხავ და ყველა მოარბენიებდა იმითი. აი ეს იყო რაღაცა ძალიან გადაგარჩინათ ამან რა, ქართველობამ რა. სულიყავი მე ვერაფრით ვერ გადავიტანდი. ქართველობამ გადაგარჩინა. ვერ გადავიტანდი ამას, თუმცა მაინც აი სულ ვამბობ ამას და ალბათ ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი დედამ ვერ გაუძლო ამ ყველაფერს. დღეს 62 წლის ასაკში ახალგაზრდა. თუმცა წაიღო ყველაფერი ცუდი ჩემი. თუ რამე პრობლემა მქონდა ეს ყველაფერი წაიღო. ძალიან, იმიტომ რომ თან მიკედლებული ვიყავ ძალიან. და დედის გარდაცვალებიდან 6 თვეში მე მამა 65 წლის მამაც შეყარებულიც წაიყო. რა ეს. თუმცა ეხლა ყველაფერი კარგად, ამიტომ რომ ძალიან კარგი შვილი მყავს, რომელიც ძალიან წარმატებული და კარგი ადამიანი არის. ამ ჩემმა ძალიან კარგმა შვილმა ძალიან კარგი გოგო მოგუყვანა. ძალი. აი მე რა მაგარი არ ძალზე რა ხო, აი, ძალი ჩემთვის ჯერ არის ძალი და მერია შვილი მინდა. გიხდები ისე მიყვარს. მაია, როგორც ქალის ცხოვრებაში რა ეტაპია? ძალიან კარგი ეტაპი მაქვს, ნანუკა, არ ვჩერდები. აი, ყოველი დღე ვიწყებ ფიქრს, რა დავამატო. რა გავაკეთო კიდე ჩემ ცხოვრებაში. მოძრაობაში. აბარა. შეხარ ნათელი მაგალითი იმის არ ვარ, უნდა შეეგო არაფერს რა, ცუც რა. გიყურებდი და გიყურებ ყოველთვის და ხარ მაგალითი სიძლიერის. ხარ მაგალითი ძალიან კარგი ადამიანობის და მე ძალიან ბევრს სწავლობ თქვენაერი ქალებისგან. აი რა სამო, პირიქით, თქვენაერი ქალები ძებენ მაგალითად შენ გათქვა რა უნდა ისწავლოთ. ჩემთვის იყო მისაბაჭი. შენ გარა უნდა ისწავლოთ. უნდა ვისწავლოთ რაღაცები ის რომ ერთმანეთისგან და ერთმანეთ უნდა ყოველდღიურად ქალები. Era da
Შემჩნევდი მიმოგნეულს მინდორობე მარჯნის ფერიღოა ვინია იმერეთში გეუნებოდი ამათ რომ ხარაგაულელი ვარ თქო. მე ვიყავი მარჯვნივ მარცხნივ. როგორ ხარ? ძვირფასაც სხვანაირად არ შეიძლება აქ რო ვიყოთ. აბა, საპოვნელაში მოხვედით, რაც მთავარია და მე ხარაგაულში გავიზარდე. ამიტომ თქვენი თის ჰაერი ვიცი როგორ უცხო ადგილას ჩადურ სხვანაირად ჩავისუნთქავ და აქ შინაურს. ვაიმე, მადლობა ძალიან. ვიდრე ხალი რო გეუნება კომპლიმენტს ვარამია, დამათვალიერებინე თქვენ სამ. არაფერი ისეთი ჩვენ თვითონ ვაკეთებთ რაღაცებს ჯახშინოთ და ეგ არის მაგ ჯახისა გემო. ვაი, რა სილამაზია ეს ფობები ნერვული. ხო, ეხლა მოვამზადეთ თქვენთვის. კაი რა. აი ხალია, კაც უნდა გავაკეთოთ ეხლა. რიჩი? გიჭმება ეს, აბა? ია? აბა? ია, ჭამთ როგორ? როგორ და გავაკეთებთ ერთად ეხლა ამას ვიცი. წამო? პრომტად. სწორედ შევედი? გენაცვალე სხვა საუნჯეს აღარ ვეძე რადგან ჩემო აქ სტუმრებს ტოვებთ? სტუმრებისთვის არის ეს სივრცეები ყველაფერი. ეს არის საძინებელი. ეს ჭაღი შეხედე როგორია? სხვას რო არა აქვს? აბა რა. აქ და შევალხო ყველა ოთახში. ყველა შეგიძლია. ეს მეორე საძინებელი, ანუ სულ სამკაციანებია, ხო? ხო, არა, ორ კაცია გათვლილი ისეთი. მე ეს ლუქსია. ვაიმე! გააჩნია ვიროგორი სიამოვნებს. კი, ჩემი აზრით ეს ლუქსია. ნახეთ, ლუქსია, აბა რა არის, რამხელა ვერანდა აქვს. საიდან ჩამოდიან ტურისტები ძირითადად? ყველა ქვეყნიდან ყავს სტუმრები. აი, საიდან მაგრამ? ძირითადად ჩემი სეგმენტია გერმანიდან ოჯახები. ხო. მაგრამ საუდის არაბეთიდან, ინდუეთიდან, 85 წლის კაცი საფრანგეთიდან ფეხით რო ჩამოიარა ეროვნული პარკი და მოვიდა და ყველა აღნიშნავს, რომ ეს არის ის, რასაც ჩვენ ყველა ვეძებთო. და ეგ არის ჩემი გამარჯვება. აი, ჭაღი კიდე ნახეთ. აი, რას ვეძებთო? რას ეძებენ და მოდი ახლა გაჩვენო რას ეძებენ. ერთ წუთი მოდი ჩაგახედო რას ეძებენ. მიდი. აი, ეს რო დაგხვდება ბუნებრივი. მერე ბოსტანში რო გახვალ, აგერ ქინძი, ვინო, ჭადი და ყველი და სუფთა ჰაჭა. ხო, სულ აქ ცხოვრობდით თუ გადმოხვედით? ბავშვობით აქ დავიბადე. და ეს იდეა ტურიზმის და მე პირველი ტურისტი საიდან მოიყვანეთ? პირველი ტურისტი თვითონ მოვიდა. როგორ? ჯერ მე რო გადმოვედი, ბავშვობიდან აქ ცხოვრობდი. ვაი, მე ხა ძალიან ჩქარჩქარავნა. აბა რა, იმერული. ანუ როგორ არის? აქ ამ სახლში ბაბუის სახლია, ის შოთა დევდარიანი ცხოვრობდა, პედაგოგი მეგრელი მეუღლე ყავდა და სამი შვილიშვილი ვიყავით ჩვენ გოგოები დედის მხრიდან. მეტი შვილი არ ყავდა ბაბუას. და გავიზარდეთ ამ ეზოში. იმხელა სიყვარული ჩვენ ბავშვობაში, აქ ციცინათელები, თავისუფლება და უსაზღრო სიყვარული და რაც მთავარი იყო სავსე სოფელი. მე ხარაგაულელი ვარ. ვიცი ხო, მაგრამ მაინც ყველაფერი გამოვლილი მაქვს, საქარიკეთში. წარმოიდგინე ინდურ ფილმებზე რომ გავრბოდით და ეხლა რომ ინდუელი სტუმარი მყავდა და აქ რომ ინდური ფართი მოვაწყოთ, ბავშვებს დაუძახე ვინც იყვნენ და ესე იგი ზღაპარში მეგონა თავი აი მაშინ ეხლა რომ შეადარო რა წარმოიდგენთ ბავშვობაში რომ ინდოელი აქ ჩამოვიდა. და კერძები მოგვიმზადა 5 წელიწადის წინ გადმოვედი აქ ჩემი შვილები საზღვარგარეთ წავიდნენ სასწავლებლად და იმათ რო აღარ ვჭირდებოდით ვიხელთეთ რომ მე და ჩემმა მეუღლემ და გადმოვედით აქ და დავიწყეთ ამ სახლის რეაბილიტაცია, მაგრამ ისეთი შრომა ჩაიდო ეხა ხო არ ეთყობა და ხო იცი ყველაფერი ძველის გადაკეთება ძალიან რთული ყოფილა. ძალიან დიდი ენერგია თან ახლა ფინანსურად ახლა ჩვენ გრანტებით და რაღაცები არ გქონია და არ შემიძლია რომ ვიყო მარტო და მარტო ვიშრომო და ჩემ თავს ეგ მოუგონე რომ ეს ემოციაც ახლა სხვისთვის გამეზიარებია და მეც სიამოვნება მიმეღო და კომუნიკაცია ადამიანებთან. უკუკავშირი დაგჭირდა. უკუკავშირი.
ხო და აქედან თავიდან ისევ პატიჟობდი სტუმრებს რა ფინანსური რისის არიქა იყო გრიალი ღვინისმა და ყველაფერი და ყველა მიდიოდა ძალიან დიდი ემოციით. მე ჩემი და გათხოვდა გერმანელი მეუღლე ყავს და იქიდან დაიწყეს ახლა ჯერ ეს სიძეს ქორწილი გადაუხადეთ აქ და იყო ჩოხები და მთელი ისა რა ქვია იმერული ქორწილი და მერე ისა ჩამოვიდნენ გერმანიიდან იმის მეგობრები მერე ის და ესე თავისით დაიწყო არანაირი ეხლა რომ მე დამეგეგმა რომ ეს ბიზნესია და აქედან ფული უნდა ვიშოთ ჩვეულებრივად ვაკეთებდი იმას რაც მე სიამოვნებდა და აქედან მე ეს მიყვარს ისედაც სტუმარი ბავშვობიდან მიყვარს იმერელი ხარ მოკეთ ასე გავიბედნიერე თავი აი რამდენი ტურისტი ყავდათ უკვე ძალიან ბევრი სტუმარი მყავს მე აი ვერაუდივარ იმიტომ რომ ეხა აგვისტოს ბოლომდე სულ ჯავშნები გვაქვს ანუ აგვისტოს ბოლომდე აქ ვერავინ არ არის არა იმიტომ რომ ძალიან ეს არის მოთხოვნად იმიტომ რომ აქ არ არის არც ერთი სასტუმრო ღამის ვახშმებზე სადილებზე და დიასახლის მარტო თქვენ ხო მარტო მე ვარ ან დალაგება და ისა კურდღლები მყავს, ცხენები მყავს, ქათმები მყავს და ძია. ძიბ. გერმანიიდან ჩამოსულ კაცს შოქშია კურდღელი ნახაცხენი ნახა კატამინა მაგრამ რო გითხრა ხა ისეთი შრომატევადი ეს ყველაფერი ისე რო ვყვები მაგრამ არ მინდო და ისე დაგხვედროდი რომ ის რა არ მინდა რომ ესე წარმოჩდეს რომ ეს არის ტანჯვა და რაღაცა რა ყველაზე თავისუფლად გძნობ აქ თავს იმიტომ რომ თბილისის სტრესები მომეხსნა უფროსი არავინ არ მყავს ხო და როცა მინდა აგერ გამოვალ ბუნება მიწყობს ყოველდღე სიურპრიზებს ხან ის არის რა ქვია თოვლი და ხანწვიმა და კვერცხს რა დადებს ქათამი ესეთ ფულს აიღეთ გაწინ და დადებთ და მე მეზობლები შოქში ხო მაგრამ მეზობლები ძალიან დაცარიელებულია ეგ არის ჩემი გულის ისა რა მთავარი სატკივარი რა არ არიან ისე ოჯახები დაიცალა წავიდნენ ახალგაზრდები ყველასოვი ქალაქში არიან ხო მაგრამ თქვენსავე დაბრუნდებიან ხა ყველა ბრუნდება სოფელში მე ვნახე მოვიგულავე თბილისი და მივხვდი საჯობია აი თბილისური სტრესებისგან დავისვენეთ რომ თქვით რაც რა იგულისხმეთ რა ვიგულისხმე და ტემპი, რიტმი და იქ ვერ ჩერდები რომ დაფიქრდე და ხარ ჩართული ამ რუტინაში და ვერ ხვდები შენ ვინ ხარ რა გინდა რეალურად. თბილისში რამდენი ადამიანი ცხოვრობს, რომელიც არც ოპერაში ყოფილა, წლებია და არც თეატრში და მე შემიძლია აქედან ჩავიდე თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ და ავიღო ბილეთი ონლაინ და დავესწრო და ვისიამო და წამოვიდე. თან უცხოური ტურისტი მიიღო, თან ოპერაში. ხო, რატო არა, ხო. ჩემთვის მაგალითად მივხვდი რომ აქ ვარ ყველაზე ძლიერი და ბედნიერი და ეს საქმე მაბედნიერი. ყველა სიმშურს თქვენი ვინც აი აქ ხართ იცით რა მითხარით? აი უცხოელები ძირითადად რაზე გიждდებიან? უცხოელები გიждდებიან ჯერ ამ სტუმართ მასპინძლობაზე და ბუნებაზე რო გადმოდიან ეროვნული პარკიდან ამბობენ რომ აი ჩვენ მხარეს არის უფრო ლამაზი ყველაფერი. ანუ აქ რომ მიდიხარ იცვლება ტყის საფარი, ბუნება და მერე გადადიხარ ალპურ ზონაში. და ისინი ეშვებიან ალპური ზონიდან და ჩამოდიან ჯერ რა ხეობა გვაქვს, არ იცი რა სასწაული რაღაცა გვაქვს. სადაც არ უნდა ჩახვიდე ყველა გეუბნება ჩემი სოფელი როა, მაგნაირი არა. ეხლა გითხრა, ავსტრიიდან მყავდა სტუმრები და ჰოლანდიიდან თოვლში რომ ჩაქვრადენი და ერთი კვირა აქ იყვნენ. და ავსტრიელმა შუქირა ჩაქრა რაო? სანთლები მქონდა და ისე რაც სანთლები მქონდა ევროპიდან ჩავდალი ყველა დავწი მეოთხარ რო ჩამოყალ ეხა ჩავმიდა რომანტიკა და ისე ისიამონეს და მე რა არიცი აი რო ადამიანი შემოდის ამ ემოციაში მაგაზე მეტი ჯილდო არ არსებობს რა ხო ხარეთ რო გიზია უკავშირი არის მთავარი ხო ნაბა ხა მარტო ხო ხა გააჩნია ლოგისტიკის ფინანსური რაღაცა ხა ფინანსებით გჭირდება რომ განვითარდე აუცილებლად ვაიმე უცხოელებს პრობლემა კი არ აქვს. გააჩნია ადამიანისთვის რა არის მნიშვნელოვანი. აქ ეხა ის სეგმენტი არ ჩამოვა, ვისაც ფეშენ რაღაცაები უნდა ხო და აქ ვინც ჩამოდის ის უკვე ყველაფრისთვის მზად არის. თავარია სხვა სიამოვნება მიიღოს. და რამდენი კაცია? რამდენი კაცია? რა? რამდენი კაცია? რა ვიცი 10-15 და ესე შემდეგ. მოკეთ იმერული ენერგეტიკა რა ვქნა? მე სადაც ჩადვერი ქალქუც ვიხურავ, კი გამომდის ახლა აფერისტივით, მაგრამ იმერული ენერგეტიკა სხვა არის.
იმერელი ქალი არის იმერელი. რა ვიცი, ჩემთვის ეხა რა მართლა სამყაროს ცენტრია ეს ადგილი და ძალიან მინდა რომ აი ადამიანებით შეივსოს და ისეთი დოულათიანი ოჯახები იყოს ჩემ ბავშვობაში როგორც იყო და ის სილაღე და ის ურთიერთობები ძალიან მენატრება. ყველაზე მთავარი რისთვისაც ვაკეთებ რომ ჩემი შვილი მე რაც აქ სიამოვნება და თავისუფლება და სიყვარული მივიღე, მინდა რომ ეს ჯაჭვი გაგრძელდეს. ძალიან მაგარია რა. აი მე ამ კამერებს არ ვარ მიჩოლი, ახლა ცუდად არ გამომაჩი. არაფერი გეწყობათ, უბა ფანტასტიკური რესპონდენტი ხართ. წამოდი რა ის გამხალი გამაკეთებინე. ხო და გავაკეთოთ ხა. ის გამხალი როგორ საწავიღო? ეს მარტო ია კი არ არის. აქ არის ჯინჭარი, დედა, ფუტკარა, ესა ყველაფერი საუკეთესო და ამის წვენი არის კიდე ხო იცი არიცი ამის ისა? ამის ნაყენით მისთვის, კანისთვის, ამაზე ჯინჭარი, ხო იცი შამპუნები და ისინი ყველა შეიცავს. დუღარა უნდა, დუღარა უნდა. ეხლა ამას ადუღებულ წყალში ჩავდებთ 5 წუთიც არ უნდა რა, ცოტა რომ მოიწალება, დავკეპავთ, აგერ ცოცხალმწვანილებს შევაზავებთ, ნიორი უნდა ცოტა, ქინძი აგერ ოხრახუში ცოტა კამა და მწვანე ხახვი და ნიგოზი. და არის დელიკატესი იმერული, მაგ თუ არ გიჭამია შენ მარსა არ დაიქადე იმერული. მე არ ვიცოდი, ის ყვავილი პირველად გავიგე. ხო და მარტო საკონელაშია ის ყვავილი. ახლა მე თქვენ დაგათვალიერებინებთ ამ სივრცეს, რომელიც PSM-მ შექმნა, პრინციპში ასეთი ტიპის სივრცეები ჩვენ ხალებმა ვიცით, გვიყვარს, მოგვწონს, იმიტომ რომ ეს სივრცეები არ ტოვებს დაბეჭდებას, რომ ვართ აფთიაქში. შესაბამისად, გაცილებით უფრო კომფორტულად ვართ ასეთ სივრცეებში. პროდუქტი დახარისხებულია, გამოყოფილია და შესაბამისად ძალიან მარტივია პროდუქტის მიგენება. აქ არის ყველაზე მრავალფეროვანი სექცია. თითქმის ყველაფრის, რაც ჩვენ ძალიან მოგწონს, ეს არის სახის ნიღბები, საცხები, სხვადასხვა დერმატოლოგიური კოსმეტიკა, საკვები დანამატები. ეს არის, თან ვფიქრობ, რამე ხო არ მინდა რომელიმე სექციიდან. თან ყველაზე მთავარი არის ის, რომ გამოყოფილია, ნახეთ, კორეული ცალკეა, ევროპული ბრენდები ცალკეა. აქ არის წარმოდგენილი როგორც PSP-ს ექსკლუზიური ბრენდები, რომელიც მხოლოდ ამ აფთიაქში შემოდის, ასევე ნებისმიერი ბრენდი, რომელსაც გთავაზობთ ეს რაღაცა მომეწონა. თავარი რა არის რომ მინდა იცოდეთ რომ ჩემი საყვარელი მეგობარი PSP ბაზარზე არის 30 წელია და ეს არის მტკიცებულება იმისა რომ ხარისხი არის მთავარი პრიორიტეტი კომპანიის სხვა შემთხვევაში 30 წელი ბაზარზე თანა ესეთ ტოპ საფეხურზე ვერ გაძლევთ. ეხლა ქული რა ჩემი საყვარელია ბევრჯერ მithქვამს განსაკუთრებით ეს მისი ჰიალურონი ძალიან მიყვარს იმიტომ რომ მასში ბრჭყიალებია და ეს ბრჭყიალები რომ არის ძალიან კარგად ბრწყინავს სახე. ნუ აქ ესვერია წარმოდგენილი. აქ მარტიდერმის ამპულებია წარმოდგენილი. oil free და თან მკითხულობ თქვენთან ერთად რომ იცოდეთ. ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ მარტიდერმს მე ვიყენებდით მის სვენასთან დაკავშირებით და ძალიან ეფექტური იყო. ამ პროდუქტს არ ვიცნობ. ზისგან დამცავი სტიკი ძალიან საყვარელია. სახისთვის უნდა ვიყიდო, დამცავი უნდა ვიყიდო, ზღვისთვის ტანის დამცავი ესვერის მაგ თქვენ იცით რომ ესვერს ვიყენებ და ძალიან მიყვარს. არაერთხელ მithქვამს უბრალოდ და მაგიტო იცით თორე რატო უნდა იცოდეთ ესვერს რო ვიყენებ. უბრალოდ სულ ამაზე ვლაპარაკობ, რომ ესვერს ვიყენებ, ზეთი რო აქვს შიგნით, აქ მე მგონი არ დავსვე. რომ უნდა შეანჯღრიო. ძალიან საყვარელია და ძალიან კარგია. ჩემი დღევანდელი კოდალი? კოდალი ხო არ მეყიდა სახის პროტექშენი? SPF-ო, ეს მზის არის თქვენი აზრით? კარგით, მოდით ჩვენ დღეს ვისაუბროთ კოდალის თერმულ წყალზე, რომელიც მე მიყვარს. რაღაც თერმული წყლები გვასშველებს, ანუ რომ ისხავ და შველი ხარ. აი ეს არ უნდა გქონდეს თერმულ წყალს. ნახეთ? ჰაერივით უნდა ედებოდეს. და რო გადიხართ, აი ეს სისველი შეგრძნება არ უნდა გქონდეს. მითია ამბავი იმის შესახებ, რომ თერმული წყლის გამოყენება არ შეიძლება ბიბიანსის ციკრემზე, არა, აქ თავარი არის, რომ ჩვენი კანი გამოვაცოცხლოთ, ჰაერი მივაწოდოთ, ჯანგბადი მივაწოდოთ და ამიტომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ და განსაკუთრებით ზაფხულში. საერთოდ წყლის მიწოდება სახის არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ნებისმიერ სეზონზე, მაგრამ ზაფხულში ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ, გაცილებით უფრო მეტად გამომშრალია ჩვენი სახის კანი. დასავლეთ საქართველოს გზაზე ყველაზე პოპულარული გაჩერება არის ეს. იმიტომ რომ არის მულტიფუნქციური თუ
თუ Smart-ის ყველაზე პოპულარული ყავა გინდა? Starbucks-ი? ეს რატო არ ვიცოდი მე? Smart-ის მარკეტის ნაწილი? ყველა იმ პროდუქტით, რომელიც ბუნებრივი არაც არის Smart-ში, ყველა Smart-ში. საბანკო მომსახურება და დანკინში და ბენდიში ამთავრებ ჩაკვეთებს. ანუ იმიტომ რომ ტერიტორია არის მულტიფუნქციური, ამიტომაც არის ყველაზე პოპულარული და დასავლეთ საქართველოში როცა მიდიხარ, აქ აუცილებლად ჩერდები და რაღაცას იღებ. ნუ ეს ძალიან ჩვეულებრივია. მე ხა ამ მულტიფუნქციურ სივრცეს გამოვიყენებ. ამ მულტიფუნქციურ სივრცეში შედის ვისოლით, ბუნებრივია, საწვავსაც ასხავ. თავ არ დამოვიწყდა, კინაღამ. რო საწვავსაც ასხავ.